დავით საგანელიძეს არა მარტო ერთხელ, არამედ რამოდენიმეჯერ უთხარი რომ შენ ელოდები ჩემს სიკვდილს. იცოდე რომ მე არ მოვკვდები, იცოდე მანამ სანამ ამ საკითხს არ გავარკვევ. აი ჩემო ძვირფასო მეგობრებო, აი ასეთი იყო რობანოვების სასახლე, როდესაც მე ნახე ეს დაახლოებით ამ საუკუნის დასაწყისიდან ძალიან ხშირი სტუმარი ვიყავი ამ სასახლისა და აი შეადარეთ ეხლა რასაც მე განახეთ და რასაც მე ვიტყვი ამ შენობის შესახებ. იგი საზოგადოების თავმჯდომარე. კი ბატონო, მიმართ. ამამე ვარ მეოცე საუკუნის პარტიის თავმჯდომარე. გაიგე? ჩამოვედი რომ 12 წელიწადია ეს ობიექტი არის ესე იგი დაკონსერვებული იმისათვის რომ ნოლამდე ჩამოიყვანოთ ამის ღირებულება რომ მე ვიღაცა მანეთად იყიდოს. მიმართეთ საპარტნიორო ფონდს. საპატიო ფონდს ერთხელაც მივმართე, ორჯერაც მივმართე. შენ ხომ ელაპარაკე ხა, ჩემ მოვალეობა. შენ მოვალეობას გეუბნები. ნუ მისცი ხელს მუშაობას. ნუ მისცი ხელს მუშაობას. დატოვოთ ტერიტორია, აგრე მოგმართავთ. აი, ხო. არ გამოვა უბრალოდ ცხენაერად, ვიცავთ ამას ჩვენ, დატოვეთ ტერიტორია. როგორც პოლიციელი შენ მე გეუბნები რომ სამართლებრივად მიგიყვანათ სამართლებრივად მე რომ სამართლებრივად აქ თავში მე უფროსი შენ მე ვარ ამ წუთში ხელმძღვანელი აქ ამ ოფიცია რანში არავინ არ აკავს მე ვარ აიში ბორჯომისის ფრანდები ნიჩეს უფროსი ხარ ბორჯომის მეგობრებო 2012 წელს ჩამოვედი მე აქ იმიტომ რომ მენახა თურმე წინა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის დროს აკეთებდა რეკონსტრუქციას რომანოვების სახლის იგივე როგორც ცნობილია სტალინის დაცვის სახელწოდებით მე მინდოდა რომ ამის ისტორია მომეყოლა. თუ როგორი რთული ისტორია აქვს ამ მონაკვეთს. მაგრამ აი ეხლა აქ დაცვა ყავთ, დაქილებული დაცვა, რომ ამ მდგომარეობაში ამ ყოფილიყო ეს სახლი, ამ მდგომარეობაში. ესა, თქვათ იქ შიგნით არაფერი მაგრამ ამას რომ მოუარონ, ამას ხომ უზარმაზარი დიდი თანხები და რამეები არ ჭირდებათ. გარედან ეს უკვე წედარი ქსეული შემოსვლა არ შეიძლება. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ამ ნესტიან გარემოში ეს სახლი თვითონ ნესტიან გარემოშია. პირველ სართულზე ნესტის სუნი იყო მაშინას, როდესაც ეს ნომერ პირველი დაცვის ობიექტი იყო და როდესაც სტალინი ისვენებდა ამ გარემოში. სტალინი. ის მეორე სართულზე არ ადიოდა და პირველ სართულზე მოუწყვეს მას დასაძინებელის, მოსასვენებელის სამუშაო ოთახიც მიბმული იყო მაგაზე, ხო და ასე მიდიოდა მისი 40 დღიანი დასვენება ბორჯომის პროექტში. არაფერი სტალინის სახელზე თუ აფხაზეთს არ შევცვლით, არაფერი არ გაგვაჩნია, რომ სტალინის ფეხის დანადგამი იყოს. გარდა ამისა და სასულიერო სემინარიისა, რომელიც თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე და ხელოვნების მუზეუმი არის დღეს გახსნილი. და გარდა იმისა, რომ ესე იგი გარდა იმისა, რომ ის გააუქმეს, თქვათ, ხო? ერთი აბრა, პატარა აბრა, რომ ამ სახლში, ამ წლებში სწავლობდა იოსებ სტალინი. სასულიერო სემინარიაში. ის აბრას კი გადააგდეს და არავინ არის ისე ჩაულის ექსკურსანტ ისე ამოივლის, რომ კაცმა არ იცის იქ იყო ვინმე, არ იყო ვინმე და ვენაში შუა ცენტრალურ მოედანზე სადაც 6 კვირა მუშაობდა სტალინი. მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი. დღეს იმ შესასვლელში, საიდანაც შედიოდა სტალინის ოთახში სტალინი,
უზარმაზარი დიდი ბრინჯაოს ბარელიეფია გაგრული ზედ 15 დროშით და აწერია ამავე დიდი ასვებით ბრინჯაოსი და სტალინის უზარმაზარი დიდი ბარელიეფით, რომ ამ სახლში 1913 წელს ამადამ რიცხვამდე მუშაობდა იოსებ სტალინი, რომელმაც შექმნა გენიალური ნაშრომი მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი. და აი თვითონ ამ უზარმაზარ დიდ ქალაქში ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე ამ სახლს ასე აწერია და ჩვენ თბილისში ვერ იპოვით რამე სტალინის სახელობის ვერც ქუჩას, ვერც სახლს, ვერც ვერაფერს და ერთადერთი რაც იყოს სემინარია იმასაც წაუშალეს ყოველგვარი კვალი რომ იქ სტალინის სადმე ნაფეხური არ ჩანდეს და მეორე არის ეს სადაც სამჯერ ისვენებდა სტალინი 1927 წელს 1936 წელსა და 1952 წელს 11 წელს აი სამჯერ დასვენება არის წარმოდგენილი სტალინის ნაფეხური და ნასახლარი ამ სახლში და სწორედ ამ სახლში რომ ჩამოვიდა სტალინი მაშინ ეს დახვდა მოულელი ძალიან გაპარტახებული და აი ამ ქუჩით შემოიყვანეს აი ბორჯომში ვაგონიდან ვერ გამოიყვანეს იმდენი ხალხი დახვდა ბორჯომში რომ შეუძლებელი გახდა მისი უშიშროების დაცვა ხო და აი ამ გზით აქ საყვარლების ხიდს ეძახიან ამას აი აქედან ჩამოიყვანეს რკინიგზაში გადის ვალის რკინიგზა ხო და აქედან შემოიყვანეს ეს და ამ ტიბებზე ავიდა და შევიდა ამ სასახლეში და იმდენად იყო ეს ჩაბინძურებული აბა რა ექნა და ამ სტალინიც ეხმარებოდა რომ სახლი დაერაგებია როგორ შევიდა თვარე შენობა შაბილიარდო ოთახში შევიდა და ყველას უკვირდა რატო აიღო პირდაპირ მან გეზი მან და ჯერ ბარგიც არ ქონდათ გადმოტანილი და ხო და შეხედა ბუხარს რომელზედაც გამოსახული არის ფრანგული ფაიფურზე ყველა ცხოველის ფიგურა რომელიც ბორჯომის ნაკრძალში ბინადრობს და ბუხარზე არის ეხლაც თუ არის არ ვიცი და თუ არ დაანგრიეს და შეჭამეს ხო და თავზე კი ედგა მაგას ბუ 27 წელში რო იყო ხო და მერე ალბათ დამრაგებელს რომელიც წმინდავდა ამ ბუს გადმოვარდა და დაიფშდა ეს ფაიფურის ბუ ფაიფურის იყო თუ ძვირფასი არის დაიმტვრა ეს სად არის იარეს როგორ არის იარეს და ბოლოს ამ ლენინგრადში სადაც ეს ფული იჭრება და რაღაც დიდი ის არის საწარმო ნაყოფი ვარ მე იქა და იქ დაუკვეთეს ამისი გაკეთება ამის მსგავსი ჩაიტანეს ყველა ნაწილი იქ აღადგინეს და იმისი მსგავსი გამოიტანეს და გადასცეს ამ საქართველოს ჩასულ კაცს რომ აი ეს ის ბუარი რომელიც თქვენ დაამტვრიეთ ხო წამოიღეს ესა დადგესა და რო შევიდა სტალინი თავხლები პირებით რა თქმა უნდა და ახედა ბუხარსა და ბუ ადგილზეაო ესე იგი სტალინის ისიც კი მოახსენეს რომ ლიკანის სასახლეში ბუხრის თავზე დამდგარი ბუ რომ გადმოაგდეს და დაამტვრიეს და ისიც რომ აღდგენილი იყო და ეთყობა გაუხარდა მე გამოვიდა და დაათვალიერეს ტერიტორიას გაიარა გამოიარა და მე ცელ ამბავს მე მოგახსენებდა და მის მერე ახლა რახან სტალინმა ასე გადაწყვიტა რომ მე აქ უნდა დავისვენო და თავისი სამოგზაურო ჩემოდანის კი დატოვა აქა და უთხრა ამის უფროს რომ მეოთხე სამმართველოდ იყო მაშინ ეს წოდებული რომ ის აქ ჩამოვიდოდა და ეს ჩემოდანი აქ შეენახათ რომ ესაც არის ხერხი, ჩაქუჩი, ნაჯახი, შალაშინი, გაზები, სხვადასხვა სატეხი და სხვა უამრავი ჩემოდანი იყო რომელსაც ატარებდა ყველგან სადაც კი დადიოდა დაჩაზე
დასასვენებლად რომ ტყეში გასულს ხერხი ეხმარა დანა ეხმარა სასხლავი დანა ქონდა იმაში ნაჯახი რომელიც უნდა მოჭრიდა ყველაფერი ის იარაღები იქ იყო რომელიც ახლა ჩემ მუზეუმში ინახება ჩემო ბატონო ხო და ის იქიდან ამოიღო ორი ჩაქუჩი ხო და მიაჭედა ლურსმანი ჩამოიღო გაიხადა პლაში და ჩამოკიდა მეორე მაგიდას მიაჭედა და იმაზე კიდე ქუდი ჩამოკიდა ის ორი ლურსმანის სათუთად იყო შენახული აქ მე გადავხვიე თემას და 2012 წელს როდესაც ჩამოვედი და ესე იგი ხომარ განადგურეს ეს პირველი სართული ამ რომანოვების სასახლის სადაც სტალინი ისვენებდა და ასეთივე წინააღმდეგობა შემხვდა როგორც აი ეხლა მაგრამ მაშინ ავტომატებით იდგენ მთელი ამბავი გესვით ვიღაცა გამოვარდა აქედან კაცი ბატონო გრიშა მობძანდით ხო და მივედი და რა თქმა უნდა მისწროიმა და მისხა მობძანდითო მე მინდა მეთქი დავათვალიერო შიგნით რას აკეთებთ როგორ აკეთებთ კი ბატონო მობძანდითო და შემოვედი და ნახე ეს ისეთი გაკრიალებული ისეთი გაწყობილი ისეთი მოვლილი ეს შენობა რომ თუ ასეთი აშენების დროს იქნებოდა არც მეგონა ისეთი კარგი პარკეტი იყო დაგებული ისე იყო კედლები გაკეთებული დასუფთავებული აქ ანტიკური ხალხმერთები იყო დაყენებული ჩაშავებული ისინი ესენი გაუპრიალებიათ გაუსუფთავებიათ მოკლედ ამის ნახვას არაფერი არ ჯობდა ამ შენობის აქ რომ მოხვიდოდი პირდაპირ 64-ში გეგონა რომ შეხვიდოდი კაცი მე მითხრა იმ დაცვის უფროსმა რომ იქნებაო ამოხვიდეთ მეორე სართულზეო მეორე სართულზე ცნობილი პეპლებიანი დარბაზი იყო თვითონ სადაც იმპერატორს ეძინა ხოლმე და მე დიდ თავარს მიხეილს ხო და იქ და ის ალბათ გადააკეთეს რაღაც ამათ თავიანთ საწოლებად რაღაცება და მე ვთხარი რომ მე სხვის საწოლებში ყურებას მეთქი არ ვარ დაჩეული და არასოდეს შევიხედავ მე რას მაინტერესებდა და ეს ძალიან კარგად არის და მე გთხოვ მეთქი თქვენ მიმძანდებით მეთქი და მე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვარო პრეზიდენტისო რომელსაც ავალია ამის მოვლა და პატრონობა გადაესცი ჩემი სახელით მე გრიშა ვარონიანი რომ ძალიან დიდი კმაყოფილება და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავცე მეთქი თქვა სააკაშვილს იმისათვის რომ აი ასე კეთის ინდისიერა და ასე გულდაგულ მოუარა სტალინის ნივთებს სტალინის მასტო დაახლოებით ესე იგი წელიწადში მეორე ჩამოვედი აქა და აი რას ხედავ ყველაფერი ეს ყველა კარი დაგზვანულია ყველა კარი დაგეტილია პარკეტი აყრილია გამოტირილია ბალკონებზე და დაყრილი გარეთ ეხლა იმის სანახავად კი არ შემიშვეს იქა რომ ეს გადავიღო და თქვენ განახოთ ქართველო ხალხო თო რომ ვის ხელშია საქართველო ვის ხელშია საქართველოს ქონება ვის ხელში არის ეს ისტორიული ნიშნულობის შენობა ნაგებობანი ყველაფერი მუხელში ჩასადებად უნდათ ყველაფერი შესაჭმელად უნდათ ეს უნდათ ამჟამად რომ ნოლზე ჩამოიყვანონ ამის ღირებულება და მე ვიღაცას ერთ რად გადასცენ ფულის გაღებას ენანებად თუმცა ეს წითელწიგში შეტანილია ამის ამბავი იმპერატორმა 17 წელი ებრძოლა ავალიშვილების სათავადომ იმპერატორს რომ აი ეს ხეობა და ეს ადგილები დაეცვა და მე ვორონცოვი ჩამოვიდა 1844 წელს და იმან დაათვალიერა შეისწავლა ყველაფერი მეფისდაცვად როცა დანიშნეს და შეისწავლა ეს საკითხიც რა ამ იმპერატორთან ბრძოლის საკითხი ამ მამულის შესახებ და როგორ არ მოურიგდა როგორ არ შეუთანხმდა ავალიშვილებს რომ შევაფასოთ ეს მამულიო რაც ღირებაო იმის ღირებულებას მოგცემთო ხო და ესო შეფასებული იყო ადრესო და შეფასებული იყო 29000 ოქროს მანეთად მაგრამ ხაზინა არ გადაიხადა იმიტომ რომ ეს იყო ისა ძალიან ძვირიო და ეხლა ავალიშვილებმა მოვილაპარაკეთო რომ მუდმივად ამას ჩვენ არ გავასხვისებთო
და თუ ასე ძალიან დაინტერესებული ხართ და თქვენო ძალიან სიმპათიურად გვექცევითო ჩვენს საქმესა და ჩვენს საჩივარსო, ამიტომ თქვენიო დიდი დათმობითო ჩვენ შეგვიძლია რომ ავალიშვილებს ჩამოთვლილია იქ სახელი და გვარი ავალიშვილებისა, რომელსაც ეკუთვნით მემკვიდრეობა ამ მამულისა და 4500 ოქროს მანეთი უნდა გადაუხადონ სიკვდილამდე. აი ამას სანამდე ცოცხლები იქნებიან, ამათი შთამომავლები მანამდე უნდა უხადონ 4500 ოქროს მანეთი წლიურად. ეს წინადადება მისაღებად მიიჩნია როჩომა და წამსვე აფრინა წერილი იმპერატორთან, რომ ავალიშვილები ჩვენთან რომანოვებთან დავაშიო, მართლები არიანო და ბორჯომი ეს არისო უნიკალური ადგილიო, უნიკალური სიმდიდრითო, ტყითო, წყლით, ნადირფრინველით და ამიტომ მათი მოთხოვნები ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთო და არა მარტო ამათი განაწყენება ავალიშვილების განაწყენებას გამოიწვევსო, მთელი თავადაზნაურობაო დობას დაკარგავსო რუსეთის მიმართო და მასთან ერთად ხალხიცო. ამიტომ მე გთხოვთო და შუამდგომლობის შემოდივართ, რომ 4500 ოქროს მანეთის ნაცვლად მათ წლიურად მივცეთო 5000 მანეთი ოქროთი და დავდოთ ხელშეკრულება, რომ ეს ხელშეკრულება არ დაირღვეს და არ შეიცვალოს პირობები ამის. რა თქმა უნდა, ნიკოლოზ პირველმა ეს სასწრაფოდ განიხილა სამეფო კარზე და სენატმა დადგენილება მიიღო, რომ ავალიშვილებს ვისცემოდათ ეს წლიური პენსია 5000 ოქროს მანეთი მთელი ესე იგი ცხოვრების მანძილზე და ეს კიდევ ჩარიცხულიყო სახაზინო ფონდში. მე აქ ალექსანდრე მეორის მეორე ჩამოვიდა, იმის შვილი ნიკოლოზის მეფე და დაათვალიერა ბორჯომი, ძალიან მოეწონა და თავის ძმას მიხეილს აჩუქა ეს ბორჯომი და იმავე წელს ამოირიცხა ეს სახაზინო ფონდიდან და გადაიტანეს მიხეილის სახელზე და ოღონდ გადასახად ის 5000 ოქროს მანეთი გადასახდელი დარჩა ხაზინას ავალიშვილების სასარგებლოდ. ხო და აი ეხლა რო ჩამოვედი 1912-13 წლებში ეს დალუქეს, ეს ძალიან ესწრიანი სახლი, არ ვიცი შიგნით როგორ იქნება დამპალი ყველაფერი და ჩაოხრებული, ფანჯრები ჩამოპალი და იატაკი ალბათ სულ გამოსული წყობილებიდა და ის ანტიკვარული ნივთები, რომელიც სახელმწიფო აღრიცხვაზეა, იმას ხო არ სადაც წავიდა. ეს არის იმაშიც მუზეუმშიც, ეს არის ოქროს ფონდშიც, ეს არის საგანძურშიც და 1000 კიდევ მხატვრული ტილო, რომელიც მეფის სასახლეში როგორც იქნებოდა, ახლა თქვენ კარგად იცით, ნაპოლეონის დაჩუქარი, შაჰაბაზის დაჩუქარი, პეტრე პირველის გაკეთებული ეს საწერი მაგი და ეს უნიკალური ნივთები და სხვა რამე, რაც ბევრს აქვს საქართველოში ნახული. და ეს უნდათ, რომ ნოლამდე ჩამოიყვანონ, ნოლამდე. ხო და ერთ მანეთად ვიღაცას მიხკიდონ და მე დავით საგანელიძეს არა მარტო ერთხელ, არამედ რამოდენიმეჯერ უთხარი, რომ შენ ელოდები ჩემს სიკვდილს. იცოდე რომ მე არ მოუკვდები, იცოდე, მანამ სანამ ამ საკითხს არ გავარკვევ. 17 წელიწადი ებრძოლა მეთქი იმპერატორს, მეთქი თქვა ავალიშვილები, მე ავალიშვილებმა რომ ეს ადგილი შეინარჩუნებია და მე სტალინის სახლს, სადაც ის სამჯერ ისვენებდა და 40 დღე გაატარა, მე იმას შენ მანეთად გაგეყიდიე, მეთქი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 20-ზე. მეუბნება ახლა შემოდგამას დავიწყებ, გაზაფხულზე დავიწყებ, ასე გავიდა ამდენი წელი. და გეუბნები დავით, აი აქ დალევ შენ სულს, აი ამ სასახლის ეზოში. მე შენ გეუბნები, რომ ამას მე არ გაგადა, მე არ მოვკვდები, სანამდე შენ ამ ეზოში არ მოვკვდები რა. და აი მე გეუბნები, ან დაუბრუნე სახელმწიფოს ესა,
არ არის საპარტნიორო ფონდის საქმე, ეს უნდა იყოს კანცელარიის გამკარგულებაში. და აქ უნდა ხელმძღვანელობდეს მთავრობა ამას და არა შენ ვიღაცა გამყიდველი და საქართველოს დამღუპველი. აი დანარჩენს მე დამშვიდებულად გეტყვი ხა, იმიტომ რომ ამ შენმა დამცველმა ყარაულებმა, რომელმაც შიგნითაც არ შემიშვეს რომ გადამეღიო ის სახლი, აი იმასთან ერთად მოკითხა. მე მივმართავ ბატონ ანდრიო ხანაშვილს და მივმართავ რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს. ამაზე მეტი დანაშაული, რომელსაც არაფერი ძიება არ ჭირდება, მარტო ჭირდება ნახვა. მარტო ჭირდება წარმომადგენელი, რომ როგორ იღუპება სახელმწიფო ქონება და როგორ იღუპება წითელ წიგნში შეტანილი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი დაცვის ნომერ პირველი ობიექტი. გეხვეწები რომ მომეშველეთ შენ, რომ გადავარჩინოთ ეს შენობა.